სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა სვავს სტუდენტი მესამე კურსელი UCLA. UCLA იცით ხო? University California Los Angeles. ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტია ამერიკაში და მსოფლიოში. სალამი პასტორ ჯონ, მე არონი ვარ. UCLA-ის მესამე კურსელი სტუდენტი, გამარჯობა არონ. საუკუნეების განმავლობაში ბიბლიური ქრისტიანები ხარს უჭერდნენ ღვთის უცვლელობას, რაც ნიშნავს, რომ ის არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარება და არ განიცდის. ასევე მის სიმარტივეს, რაც ნიშნავს, რომ ის არ შედგება რაიმე ნაწილისაგან, არამედ ერთი წმინდა თვითარსებული არსებისაგან. არის ამდროულად ჩვენ ასევე ვიცით, რომ სიტყვა იესო გახდა ხორცი. ამიტომ ჩემი კითხვაა, როგორ გავიგოთ ქრისტეს განკაცება ღვთის უცვლელობის ან სიმარტივის კომპრომისზე წასვლის გარეშე? და ჯონ მაკარტური პასუხობს, საკმაოდ მარტივად. როდესაც ღვთის თვისებებზე საუბრობთ, თეოლოგები ამას ღვთის არსებას უწოდებენ. როდესაც ღვთის თვით არსებობაზე საუბრობთ, თეოლოგები ამას ღვთის არსებას უწოდებენ. ღმერთს არ შეუძლია შეცვლა, რადგან ღმერთი მარადიულად არის ის, ვინც არის. ღმერთი არ ყალიბდება. ყველა ვისაც ღმერთი ქმნის, ისინი ყალიბდებიან და პროცესში არიან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ცხოვრებაში ვართ და ერთიდან მეორეზე გადავდივართ. არსებობს თეოლოგიის სახეობა, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში გავრცელდა და რომლის მიხედვითაც თურმე, ნუ იტყვით, ღმერთიც ყალიბდება. და ამბობს, რომ ღმერთმა ყველაფერი არ იცის მანამ, სანამ ეს არ მოხდებაო. მანამ არაფერი არ იცის, სანამ არ დაინახავს. ღმერთი ექვემდებარება დამატებით ინფორმაციას და ცოდნის მიღების გამოცდილებასო. ამტკიცებენ ისინი. და მიზეზი, რის გამოც ისინი ამას ვითომ და კეთილ იდეას ქმნიან, არის ის, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ეს ღმერთს სამყაროში არსებულ ყველა ბოროტებისაგან შორს აყენებს, გამოყოფილია. თუ ღმერთმა ამის შესახებ არც კი იცის, მაშინ მას ვეღარ დაადანაშაულებენ. სინამდვილეში ღმერთი არ ყალიბდება, არამედ ღმერთი არის. და ღმერთი არის ის, ვინც არის. ამბობს, მე ვარ ის, რაც ვარ. სწორედ ამიტომ პირველი პირის ზმნა, რომლითაც მხოლობით რიცხვში არის ღმერთის სახელი, ამბობს მე ვარ. ის არ ხდება ის, რაც უკვე არ არის. ის მარადიულად არის მე ვარ. ამიტომ ჩვენ არ ვიცით ეს. ჩვენ ცხოვრებას ასე ჩვენ ვერ განვიცდით, როგორც ის განიცდის. ჩვენთვის ცხოვრება პროცესია, ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა. თქვენ აქ პატარა ჩვილები ნახეთ ჩვენთან ეკლესიაში და ყველა ასაკის ადამიანს ხედავთ. ჩვენ ყველანი გარკვეულწილად ყალიბდებით და ამ პროცესში ვართ. მაგრამ ეს ღმერთზე არ ვრცელდება. ახლა ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი ვერ გამოჩნდება რაიმე სხვა ფორმით? არა. ძველ თქმაში ღმერთ შეეძლო ცეცხლის ალში გამოჩენილიყო. ღმერთ შეეძლო ქარბორბალაში გამოჩენილიყო. ღმერთ შეეძლო ანგელოზის სახით გამოჩენილიყო, როგორც უფლის ანგელოზი და ღმერთს, რომელიც არის ღმერთი, მე ვარ, შეუძლია ასევე გამოჩნდეს ადამიანის ხორცში. და ეს გააკეთა სწორედ იესო ქრისტეს პიროვნებაში. ამან არანაირად არ შეუწყო ხელი და არ შეცვალა მისი ბუნება. სწორედ ამიტომ ებრაელთა წერილის პირველი თავი ამბობს, რომ ღმერთმა ისაუბრა თავის ძეში ბოლო შამს, რომელიც არის მისი ბუნების ზუსტი ასლი, გამოსახულება ადამიანის სახით. და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი მიზეზის გამო. პირველი, რათა მას როგორც ადამიანს შეძლებოდა მომკვდარიყო ადამიანებისთვის. და მეორე, რათა მას როგორც ადამიანს შეძლებოდა ეცხოვრა მართალი ცხოვრებით, სუფთა წმინდა ცხოვრებით, რომლის დანახვაც ჩვენ შეგვეძლო. ერთია ეცადო ღვთის თვისებების გაგება ღვთის უხილავ რეალობაში, მაგრამ გაცილებით უფრო ნათელია ღვთის თვისებების გაგება იესო ქრისტეს ხილულ ცხოვრებაში. იქ ვხედავთ, როგორ გამოიყურება სიყვარული, სიკეთე, წყალობა, მადლი, ზრუნველობა, როცა ის კურნავს, სასწაულებს აკეთებს, აპურებს ადამიანებს. სამართლიანობა და ყველაფერი მისი ატრიბუტები. ამგვარად ღმერთის ბუნებაში არაფერი იცვლება. არაფერი იკლებს, არაფერი იზრდება. არაფერი გადადის ერთი ადგილიდან მეორეში. ღმერთი მარადიულად ამბობს, რომ მე ვარ. ის არ იცვლება, მაგრამ მას შეუძლია გამოვლინდეს გარკვეული გზებით და საბოლოო გზა, რომელიც იყო და შეცვლილად აჩვენოს, თუ როგორ გამოიყურება ღმერთი ჩვენი გასაგები ფორმით, ადამიანის სხეულში. ის მოვიდა ხორციელად იესო ქრისტეს სახით. მას არაფერი ჰქონდა საერთო მისი ბუნების რაღაცა ცვლილებასთან. ის ღმერთი იყო, 100% ღმერთი, 100% ადამიანი. სწორედ ამიტომ, როგორც იესომ თქვა,
არ გჭირდებათ მითხრათ რა არის ადამიანშიო, იმიტომ მე ვიცი რა არის ადამიანშიო. იმიტომ რომ შემიძლია მათი აზრების საკითხვაო. გახსოვთ პეტრეს რას ეუნება, ასევე რას ეუნება ნათანიელს, რას ეუნება თომას, გახსოვთ წინასწარ, რომ ღმერთია და ხედავს. ასევე სწორედ ამიტომ მან თქვა, შემიძლია ანგელოსთა ლეგიონებიც კი მოვიხმო, თუ მინდაო. ღვთისმთელი ღვთაებრიობა მაშინ მკვიდრობს. ღვთაების სისავსე, გახსოვთ, რას ამბობს მოციქული პავლე. ასე რომ მისი ბუნება არ იცვლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავიმახსოვთ. კარგით? მადლობა პასუხისათვის.